რატომღაც უფროს თაობას განსაკუთრებულად უყვარს, როდესაც ბავშვი არის ჩაფუთნული, ხო და რომ დაინახავენ ხოლმე აი ასე მაქსიმეს ყველას აქვს საოცრად შეწუხებული რეაქცია. არ სივა, არა მეგობრებო, არ სივა. დღეს ამერიკელი ბავშვები ვნახე ბაზარი ორბელიანში, აი ფეხი შველები დარბოდნენ აქეთ-იქით და ცოტა გამეციდია, იმიტომ რომ ჩვენთან ესეთი რაღაც ცოტა წარმოუდგენელი ამბავია ხანდახან. მე მესმის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მართლა კარგი გულით მეკითხება. თუმცა მგონია რომ ინფორმაციის ნაკლებობას აქვს ადგილი და მოდი რამდენიმე ფაქტს განმარტავ. უპირველეს ყოვლისა, ფაქტი რომ ბავშვს ფეხი აქვს შიშველი და თუნდაც ცივია, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მას ცივა. სხვათა შორის ამაზე ინფორმაციას ყელისა და გულმკერდის არე იძლევა. აი ასეთი შიშველი ფეხები კი ძალიან კარგია. უმჯობესდება კოორდინაცია, ასევე ტვინისა და სენსორული განვითარება. ასევე უმჯობესდება რა თქმა უნდა ბალანსი, კუნთები, არაჩვეულებრივი ასევე ცირკულაციისთვის და სხვა თუ არაფერი ძალიან კარგია თავისუფლებისა და აღმოჩენებისთვის. მაშინ, როდესაც ბავშვი პირადად ეხება თუნდაც ფეხების საშუალებით სხვადასხვა ტექსტურას, ზედაპირს, ამ დროს მისი ტვინი ბევრად უფრო სწრაფადაც ვითარდება. მე არ ვარ სპეციალისტი, შესაბამისად შესაძლოა იდეალურად ვერ განმარტე ეს ყველაფერი, თუმცა მუდმივად ვეცნობი სხვადასხვა guidelines და მიხარია რომ უამრავ ინფორმაციაზე არის ამ საუკუნეში წვდომა.